ცოტნეს კომენტარი მახსენდება, რომელმაც თქვა სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც გარკვეულ ერთობაზე იყო საუბარი და აი ამ ერთგვარ მაკოორდინირებელზე სალომე ზურაბიშვილზე თქვენ თქვით ხო? თუ არ ვწდები რომ თქვენ არც ერთ იმ ერთობაში არ წარმოგიდგენიათ თავი, რომლის მაკოორდინირებელი იქნება სალომე ზურაბიშვილი. რა ვიცი, ხომ არ შეიცვალეთ პოზიცია, ან რაღაც ახალ არგუმენტებს ხომ არ შემოგვაშველებდით ამასთან დაკავშირებით, იმიტომ როგორც ვხედავთ, წრე იკვრება სალომე ზურაბიშვილის გარშემო, თუ ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს მოусმენთ. ხა ეხლა რასაც უყურებთ, მსგავსი ტიპის პლატფორმა იდეაში იყო და ესეც არის და ბოტში ხვდებიან და საუბრობზე პრობლემა არ მაქვს, კი თუ მისი ლიდერობით რაღაცაც კონკრეტული სახე მიიღო, კონკრეტული ფორმატი მიიღო, ეგრეთ პოლიტიკური სპექტრი, ეგრე კონფიგურაცია ეგეთ მიიღოთ, რაღაცნაირად ყველა ერთად არის და ამის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და ამის იმედად გრძელდება ეს პროცესი, ჩემთვის აქამდეც ეს პროცესი არის და შესაბამისად რაღაცა სიახლე კაფეესერ იქნება და ჩავთვლი რომ ეს რაღაცნაირად კიდე რაღაც დროში გაწელის ერთ-ერთი ფორმა არის და ვინარჩუნე პოზიციას, რომ კი როგორც კი თუ ამ რაღაც ესეთი სახე მიიღო, რასაც შეგვიძლია დავარქვათ ერთობა, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილია, ჩემი პოზიცია უცვლელი რჩება. რატომ? ანუ მაგის მაყურებელი ვარ ისედაც რომ აქეთკენ მიდის და მე არ მგონია პროცესის ლიდერად მივიჩნიო ადამიანი, როცა ყველაზე რადიკალური ფორმა ქონდა აქციებს მიღებული, რომელიც ყველაზე მეტად მგონია რომ ხელისუფლებას წნეხში ხვედრებდა, ის არ ყოფილა ჩემს გვერდში, როცა გამიხედია. მე არ მგონია რომ იმ სხვა პოლიტიკოსებში უნდა ეძიო ლიდერი და არა იმაში, ვინც მაგალითად გადაკეტვის დროს წინასწარ ქართულს ლაბა ვინც მაგარი ბიჭები ხართ გამოდით თუ არა და დაგიჭერდა ამით დაიმუქრა ჩემს გვერდზე 20-18 წლის ახალგაზრდები იყვნენ და ახლა მათ ლიდერად ჩემ ლიდერად ეწამოდა რომ იქ არ ყოფილა არ არის ბუნებრივად მე ამას არ მივიღებ და შესაბამისად ამ პოზიციაზე ვრჩები. თუმცა ხედავდით სალომე ზურაბიშვილს როდესაც მიდიოდა აქციებზე, აქციის მონაწილეები მას ტაშს უკრავდნენ, ოვაციებით ხდებოდნენ და პოლიტიკური სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობებსაც აძლევდნენ. ეს პასუხისგებლობა და რა ვიცი, ვინც როგორ აფასებს, ისე შეაფასებს, როგორ ართოს ამ პასუხისგებლობას თავს. ჩემთვის იმ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომ ამ პროცესის მსგავს ლიდერად წარმოვიდგინო, რომლის ქვეშაც პლატფორმები უნდა კეთდებოდეს და მას აღიარებდეს მის ლიდერად. ჩემი აზრით ეს სწორი არის. კი ბატონო, არ და პირიქით. თუმცა ეს ჩემი როგორც ცოტნეს პოზიცია არის და არა კოალიციის და არა მათ შორის გირჩის. ხო და შესაძლებელია ეს თქვენი პერსონალური პოზიცია, თქვენი და გირჩის, არ ვიცი, განხეთქილების საფუძველი გახდა ეს, იმიტომ რომ ახლა მე ჩემ ნათქვამს არ გადავოდა თუ აქეთ მიიღო თუ ასე მიიღო სახე და მაგის ნაწილიც იყო გირჩი, ცხადია მე ჩემ გადაწყვეტილებას, მე ჩემს სიტყვას უკან არასდროს არ წავა. პარტიიდან წამოხვალთ? ცხადია, ხა თუ ისეთ რამე ხდა, ასე თქვი რომ ეს თუ იყო, მე იქ არ ვიქნები თქო, თუ ეგეთი სახე მიიღო, მე იქ არ ვიქნები და ესე ეხა რა. კი ბატონო. არ და თქვენ პირიქით, ხო, ბატონო პაატა, მიგაჩნიათ რომ შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილმა ძალიან პოზიტიური როლი ითამაშოს იმ ერთობის ჩამოყალიბებაში თუ არა, რისი ასე ვთქვათ, მოწადინეებიც თქვენ ხართ, ну რაღაცა ფორმაცია მაინც შექმნას ერთობისა, მეტი კოორდინაციის ოპოზიციურ პარტიებს შორის. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. მე აბსოლუტურად მესმის ახლა ცოტნე რაც ლაპარაკობს ცოტნე. ანუ იქ უნდა ყოფილიყო აქციებზე სალომე ზურაბიშვილი, როდესაც მესმის იმას რომ სპეცრაზმელები არ ბევდნენ, მათ შორის ცოტნეს მიღებული რაღაცა წესების რომ რაღაცავი არ ნოვაწყენიო ვიღაცას, რაღაცა კონიუნქტურა, რაღაცა ცოტნეს აქ იგეთ სტილი. რომ რასაც ფიქრობს გულწრფელად ლაპარაკობს ადამიანი და აბსოლუტურად მესმის ამ ნაწილში მისი. ეხლა დანარჩენ პოლიტიკოსებს სხვა სტილი აქვს. არა, მე თქვით ქართულ პოლიტიკაში როგორ არის? რასაც ფიქრობენ, იმას არ ამბობენ. არა, შეიძლება არ გავაღიზიანო, ვიღაცას არ ეწყინოს, განხეთქილებად არ ვიქცე პროცესში. ხო და ამის გამო ხა თვალში ნაცარი ხოლმე შეაყვარო იმას შენს ამაურჩევას ასეთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. ეს სწორიც არის, როცა ადამიანი და ეს სტილი რაც არის, ეს უნდა დამკვიდრდეს. ვიღაცას მოვიფეროთ კი არა, სიმართლე უნდა ვთქვა და არ არის კარგი ვითარება, ნამდვილად, ძალიან რთული. უნდა ყოფილიყო თუ არა სალომე ზურაბიშვილი. არა, ეგ შეფასება, მე ჩემას ვიტყვი, არ ვიცი, 76 წლის კავშირი ამდენად შეუგლია ახლა აქციებზე ირბინოს ეგეც კიდე სხვა საკითხია, მაგრამ ჩემას ვიტყვი, სად არის პრობლემა. ერთი, მართლა მძიმე ვითარებაში ვართ და ის შელამაზება, რომ ეს რაღაცა თვითდინებით, ეს აქცია რაღაცას იზავს, არა. პოლიტიკური პასუხი პარტიების პასუხისმგებლობა არის, დასხდნენ ერთად და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ეს არის ნამდვილად ეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ცოტნემაც იცის, რომ ჩვენ მაგალითად გიჩნდა კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, არც ახლებთან, არც ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ არის პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან არ ჯდება ის თუ მოვა მგელი და ცხვარი ვითვართ, ისამე წავა. ანუ
ეს არ არის სწორი მიდგომა. გამოსავალი რასაკითხი, რისი გამოსავალი? გამოსავალი არის, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება იმ ხალხის იმედად, რომელიც დადის დავდივართ ჩვენს აქციებზე და ჯარიმებს უწერენ, აკავებენ. აქ საჭირო არის წინა პლანზე გამოვიდეს პოლიტიკური ლიდერები და აიღონ პასუხისმგებლობა პარტიებმა, აიღონ პასუხისმგებლობა. ჩვენ გვინდა ესე, ერთი პარტიამ კი არა აიღოს, კაცო, როცა გვაქვს პრეტენზია, რომ უნდა შევცვალოთ რაღაცა, აქ არის პარტიების ვალდებულება. ასევე ვიტყვი, რომ ძალიან კარგად მუშაობენ დასაბასებელია საერთაშორისო მიმართულებით, ამ გულწრფელობის პოლიტიკიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. საერთაშორისო მიმართულებით, აი დიწნეხი იზრდება ყოველდღე ინფორმაცია თავისიც აქვს, ჩვენებიც მუშაობენ, მაგრამ აქ მეტია გასაკეთებელი ადგილზე ამას ვამბობ, ვისაც ხვდები ყოველთვის ამას ვიტყვი, ამას არ მოვერიდები, რომ პასუხისმგებლობა ასახებია ჩვენი, იმიტომ რომ არ შეიძლება რა ცოტნე რა თქვა 17-18-20 წლის ბავშვების მხრებზე გადაიაროს ამ პროცესს. მაშინ რა გამოდის, ანუ მთელი ამ 3 თვის განმავლობაში, მათ შორის ოპოზიციური სპექტრისგან გვესმოდა, არ ვიცი, დაპირება, გაცხადებული მიზანი, რომ ყველა სინდისის პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ახლა ვეძებთ თურმე გამოსავალს იმისთვის, რომ ეს მოხდეს. ანუ რას ვაკეთებთ? ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ პროცესი. ახალ ეტაპზე ვართ. რა ეტაპზე ვართ? პროცესი თავარი ის იყო, რომ ანუ გადაჭარბებული, ცოტნეს მინდა ვკითხო რა, გადაჭარბებული წარმოდგენების შექმნა ხომ არ ხდება საზოგადოებაში? ან შესაძლებელია თვითონ ოპოზიციას არ ეგონა, ვინც ასეთ დაპირებებს იძლეოდა, რომ ასეთ სირთულებს წააწყდებოდნენ ქართული ოცნების მხრიდან და რაღაცა ეტაპზე მაინც შეძლებდნენ, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლით უკან დახევა ეიძულებინათ. ხო, ну ზოგადად ძალიან ბევრი რაღაც ვადია, რომელიც ჩვენ გადამოუგდებლად ისედაც იცლება. ხო, შეიძლება ბევრად უფრო მკაფიო პოზიციების მოლოდინი ქონდეს, თქვა, მაგალითად შტატებისგან, სხვა პოზიციების არ მოგედგინოს და აღმოაჩენით ხოლმე, რომ საათში ერთხელ იცლებოდა. იმხელა გარემოებები ჩვენთვის კი არა, წარმოვიდგინე ხო უკრაინის მოქალაქე რო ყოფილიყო, ის კიდე მისთვის რამდენად მძიმედ საათიდან საათამდე რაღაც შეიცვლებოდა და თითქმის შეუძლებელი არის ალბათ ამას ამ 100 დღის განმავლობაში სულ ადეკვატურად ზუსტად იმას ასახავდა და ის მოლოდინი ქონდეს, რაც იქ მოხდება, ალბათ ეს შეუძლებელია. ერთი რაც ვიცოდეთ, ეხა პოლიტიკოსით გაწყებული, უბრალოდ აქტივისტის დამთავრებული, ყველა მაინც აწყმოში ვართ რა, ყველა რაღაცა ეხლა ხვდებით რაღაცებს, ეხლა აღმოჩენილს აპირებთ. ალბათ ამისთვის მომზადებული თავიდანვე ყოფილიყავი თითქმის შეუძლებელი, რომ რაღაცა ყველა ადამიანი ეხა ვისაც უყურებ, ხო ვიცნობ ეხა ყველას თითქმის ჩართულს, ხო, პოლიტიკური სპექტრიდან თუ სხვამიდან ყველასთვის არის ბევრი სირთულე რა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში თვითონ აღმოაჩენდა, შენს გემოზე, შენს სურვილზე ეგრე ვერ ხდება და რა ვიცი, რო გავდივარ სტუდიიდანაც მე ერთმანეთს ვლაპარაკობთ რა, როგორ წარმოგვიდგენია და არ არსებობს ეს ფორმულები. და ცხადია რთული სიტუაცია არის, უბრალოდ ერთი რაც არ მომწონს ხოლმე, რომ მე მოვერიდოთ ემაზე, რომ თითქოს ჩვენ ანუ რაღაცა რთული სიტუაცია, ჩემი მარცხი ხო არ არის. რა ცხოვრება ეგეთია, რაღაცა რო რთულდება, უბრალოდ ამის დამალვა არ უნდა დავიწყოთ და რაღაცები ესე ვაღიაროთ. ეხლა მაგალითად კაფეოთ ჩანს, რომ წინა პლანზე ყველაზე მეტად არის დაპატიმრებული ადამიანები, რაც ყველაზე მეტად არ გასვენებს. ხო, რაც არის ყველაზე დიდი ტვირთი და სიმძიმე ამ წას ხვდები, რომ შენ გარეთ ხარ და ვიღაცაც ვერაწია ეს ტვირთი? ანუ ვერ შეიძლება ეხლა ყველა ციხეშიც აღმოჩნდეთ, ხო, არა, ანუ არა თუ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ დაემატოს ამ ყველაფერს კიდე პოლიტპატიმრები და ცხადია უბრალოდ ამ პროცესით თქვა პოლიტპატიმრები აღარ გვეყოლება, ხედავთ რომ არა პოლიტპატიმრების რაოდენობა შეიძლება იზრდებოდეს. უბრალოდ მე მგონია რომ ეხლა წინა პლანზე გრძნობით ყველგან იმათ რომ ადამიანები ციხეში არიან, ისინი გარეთ უნდა იყვნენ. და ეს გადააზრება, რა ვიცი, ხდება რა ფორმას მიიღებს, არ ვიცი, მაგრამ ეხლა აქციების ეს ფორმატი საკმარისწინე ახორციელებს თორე ქართულ ოცნებაზე, ჩემი აზრით არა საკმარისწინე ეს არ არის. ორი რაღაც არის, რაც ვიცვლებებს იწევს. ერთი, როცა პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ხო, მაგას ოპოზიცია ქვია, იმხელა პოპულარობით იწყებს უკვე სარგებლობას, ისე იზრდება ყველა დღე მოწონება მისდამი, რომ ქართულ ოცნებას ერჩივნებო, რომ ზეკი არ იყოს, არჩევნები დღეს დაქვე იყოს, იქნება რამე მაინც მოასწროს, რომ შეწყვიტოს და აქეთ ხარეს და მეორე რომ ქართულ ოცნება იყოს იმხელა წნეხში, რომ ერთ პერიოდში დატოვა რამოდენიმე ფიგურა ეს მიყვეს სადამდე შეიძლება და იმ გრევის პროცესი იყოს.
ან ამხელა წმეხი უნდა იყოს, ან აქეთ ხარ სადაც ამხელა ქნადობა რამის და მე გონია რომ ეხლა სადღაც შუაში ვართ გაჭედილი და საკმარისი არც წმეხი არ არის და საკმარისად არც აქ პოლიტიკის კეთების მასშტაბი რომ მაგალითად აი მხოლოდ საგარეო ნაწილს არ ველოდებოდეთ რა მაგალითად აი ადგილზე პოლიტიკა წამოვიდეს წინ რა ურთულესი ამბავია ეს ურთულესი მაგრამ ხოლმე ნელა გვიწევს ამაზე ფიქრი. კი ბატონო, თქვენ კოალიციის წევრმა თქვა ლევან ხაბეიშვილმა რომ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც რაღაცა სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა არ არის ეფექტური და ძალას ძალა უნდა დაუპირისპიროთო, ანუ რაღაც დაახლოებით საუბრობდა დაუმორჩილებლობაზე, ეკონომიკური ბლოკადის მსგავსზე, რომ ადამიანებმა, მათ შორის ბიზნესებმა უნდა შეწყვიტონ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება, გადასახადების გადახდა. აი, ფიქრობთ, რომ ეს გზა ჯერ მაინტერესებს თუ მოხვა გამოძახილი სხვა ოპოზიციურ კოალიციებში ამ არ ვიცი იდეას იმისათვის რომ მე უკვე ფართო საზოგადოებას წარუდგინოთ და მოწოდებებიც გააკეთოთ და აი ფიქრობთ რომ ეს ეფექტური იქნება ასეთი არ ვიცი შიდა ბრძოლის თვალსაზრისით ასეთ დაუმორჩილებლობის გამოცხადება ქართული ოცნებისთვის? ნუ ეხანდელი ვითარება აწყმო რომ შევაფასოთ, მაინც ნახოთ როგორ დაიწყო ხო ეს პროცესი. ორ რამეს ამბობდა ოპოზიცია, ყველას გაგახსენებთ რომ ერთი რომ არ იქნება ლეგიტიმაცია და ჩვენ ამ ლეგიტიმაციაში არ მივიღებთ მონაწილეობას. ეს მართლა დასაფასებელი, ეს მართლა გააკეთეს. ანუ როგორი დილემა არის, იცი რომ ერთი მხრივ არის რომ ცრუ ილუზია და მოლოდინი არ გაუჩინო ადამიანებს და ეს ძალიან ცუდია, დიდი მეტგაცრუებას იწვევს მე ხალხში ფრუსტრაციას. და მეორე თვითგვემ ახლა ყველაფერი შენ თავზე ნაცარად დაიყარო და შენ დაიბრალო. რაც აჩაგვიდენია იმაზე ვერ დავიბრალოთ, მაგრამ მე ერთს ვიტყვი, აგერ ცოტნე არის, ბევრი ადამიანია ჩვენი სტრატეგია აღმოჩენები ჩვენ თავზე არ ვილაპარაკებ, ხო? ისეთი რამ თქვა ეს ხალხმა და ფაქტიურად რა ვიცი მე რა მილიონ ლარი არ არის, მაგრამ მარცაკლია არაფერი ამ ხელფასებზე და შემოსავალზე თქვა უარი ამ ხალხმა. საქართველოსთვის ეს ხო ფაქტია, ვითომ არაფერი არ მომხდარა, ეგრე კი არ ჩავთვალოთ. პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობთ. ხო, რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. შედეგებით ბარიერ გადალახულებს, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც არ უთქვამს უარი ხო და ფინანსებაზე. ჩვენ მოგთხოვ პასუხს. სხვა რამეს ვამბობ, აი ჩვენთანაც აი უამრავი ადამიანია, მათ შორის მე და მე არ მიყვარს ამის აფიშირება. უამრავი ჯარიმა გვაქვს გადასახდელი. ამას ვიღებთ ჩვენ თავზე ჯარიმა კი არა ხალხი დაკავებულია. ხო და ეს არჩეული გზა არის თუ არა ეფექტური თქვა ამაზე არა მე როცა ვაკრიტიკე მე ესეთ წესი ვიცი უკვე ამდენი ხანია ვარ ამ პროცესში და როცა ვინმეს გაკრიტიკება მინდა მანამდე ვერ ვაკრიტიკებ როცა მე არ ვიცი უკეთესი გზა არ მომწონს პირდაპირ გეუბნებით ეხლა სადაც ვართ მინდა უფრო აქტიური უფრო ბევრი ხალხი იყოს და უფრო ვარყევდეთ ამ რეჟიმს მაგრამ ესეთი რამე ხო შესაძლოა პარლამენტში იყავით ძალიან ბევრი ფაქტი გვახსოვს როდესაც შიგნიდან არყევდით ხოლმე მართლ ხო შეიძლება იგი ახოხაშუმა არაერთხელ თქვა მათ შორის ჩემთან ეთერში რომ უნდა შესულიყვნენ იმ პირველ ხტომაზე და გარკვეული ობსტრუქცია უნდა მოეწყოთ ამას უფრო დიდი რეზონანსი და გამოხმაურება მოყვებოდა იქ პირისპირ პარლამენტი ქოცთან კი არ გიწევს შეხება სპეცრაზმი შემოდის და გამოვხარ მე 4 კაცს ხელებში და ფეხებში მოვიდეთ ხო და ამიტომ არ ვიცი ახლა მაგას და გაცილებით უფრო მეტი ადამიანი გამოსულა მე ქუჩაში ამ ყველაფრის შემხედვაა არა მე არ ვიცი ახლა შესვლაზე არ ვიყავი მომხრე და მე პირადად და ჩვენი გუნდი ამაში ვერ შევიდოდა და ვერ მივიღებდით მონაწილეობას წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ამიტომ სხვა რამის თქმა მინდა ეს რომ წნეხი უნდა გაიზარდოს ეს არის მოცემულობა. ეხლა პირდაპირ ვიტყვი, აი რის იმედი მაქვს, მე რის იმჯერა. აი კონკრეტულად მითხარით. კონკრეტულად ნაბიჯი მოგიყვება. აი რის იმჯერა მე და რატო ვარ უფრო ოპტიმისტურად, აი სრულ მოლოდინი ვარ გავაჩინო. ეს ავტოკრატიები ძალიან ბევრს კითხულობ ავტოკრატიებზე. გავს რაღაცა ჟანგიან კარს. გეგონება რომ თავიდან მყარია ვერ აღებ. მაგრამ რომ კარგად მიაწვევები, მე მოწყდება და მოსკდება და ჩამოვარდება. ეს ასე იყო გერ სომხეთშიც ამდენი ხანი ცვლილება არ ყოფილა და პაშინიანმა მოარყია კარგად და მე უცებ ჩამოვარდა კარები. ანუ ეს არის გამოსავალი, ეს არის გზა. ეხლა ეს პროტესტი მადლობა იმ ხალხს, ვინც 100 დღეზე მეტი არის ქუჩაში გამოსული, მაგრამ ახლა ახალი მუხტი უნდა შეიძინოს და ამაში ყველას ჩართულობა არის აუცილებელი. თქვენ როლს, ფუნქციას რაში ხედავთ? ერთი პირველი ფუნქციას ხედავს და იცით გიორგი ვაშაძეს არ დაუმალეავს ეს, რომ მაქსიმალურად ვიპოვოთ გზები ერთმანეთთან მისასვლელი და მათ შორის იმ პარტიებს, ვისაც პრობლემები აქვს, ამ შორისაც რაღაცა როლი შესრულდეს. სალომე ზურაბიშვილის ასე ვთქვა თაოსნობით, ლიდერობით. უკეთესი არ არის, სხვა პლატფორმა არ არის, კარგი იქნებოდა. მესმის პატივი უნდა ვცეთ ყველას. კარგი იქნებოდა, ეხლა დავით აღმაშენებლის მსგავსი რაღაც ავტორიტეტი რო გააჩნდეს და ყველა იქ გავერთიანდეთ, მაგრამ არ არის ამ წუთას პროცესი გამოაჩენს ამასაც.
ცოტნე რა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერობა მომედის კაი იყო. ხო, რადგან არ არის დავით აღმაშენებლის პერსონაჟი, უნდა დავჯერდეთ ამ შემთხვევაში, არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილს. რეალობიდან გამოვიდეთ ხო? აბა რა გვქონდა? მე ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. ხო, ამასთან დაკავშირებით გასაგებია. სტრატეგიის პოზიცია ზოგადად ვიცი რომ გურცელად სხვათა შორის ყველა რაც შემხებლობა მაქვს და მათ შორის ერთადაც რაღაც დავდიოდით, იქაც ყოველთვის იყო რომ მათ უნდათ ყოფილიყო დიდი ერთობა, უნდათ მათ შორის კაფეოდ გამიგია ვაშეძისგან მათ შორის არჩევნების მერეც ეს თემა აწუხებდა და თქვა რომ ყოფილიყო სხვა ფორმატში ოპოზიცია რაღაცად მეტად მოახერხებდა მეტი ხმების მობილიზაციას და შეიძლება ის გაყალების მასშტაბიც კი დაემართებინა მისგან ეს არგუმენტი მე ვიღებ იმიტომ რომ თავიდანვე ამას ამბობ და დიდი აქცია 31 მარტს აქცია ნეტა იყოს ყოველთვის და რაც უფრო დიდი და ჩემის ხრი რაც შემეძლება თქვა მე აქციაზეც მივალ და ხელშეუწყობ რომ ვინმე სხვაც მივიდეს დიდი მასშტაბური გამოსვლებით, აქციებით, მსვლელობებით, უფრო ასე ვთქვათ, რადიკალური გამოხატვის ფორმებით, დაკავებებით, ანგარიშწორებით, პირდაპირ ეთერში, რა ვიცი, გაზის გაშვებით, უამრავი ადამიანის ჯერ ცემით უმოწყალოთ, მერე დაპატიმრებით, მაგრამ დღეს ვართ იქ, სადაც ვართ და საუბრობთ უფრო, რა ვიცი, სხვანაირი შინაარსის და ფორმების შემოტანაზე ამ პროტესტში იმისათვის, რომ შიდა ზეწოლა გაძლიერდეს ხელისუფლებას. აი, აქცია რომ გაიმართება 31-ში და თუნდაც 100,000 ადამიანი გამოვა, შემდეგ უკვე ქართული ოცნება მეორე დღეს დაიხევს უკან. ნუ მანხან ერთის ხრივ ამდენი დღის მერე 100,000 კაცი თუ გამოვა მართლა კიდე სხვა შინაარსია რომ ნიშნავსო ჯერ ერთმანეთისთვის ნიშნავს ძალიან ბევრ ამას ბევრ ადამიანი რომელიც აქციებზე იყო ჩართული და ეხლა აღარ მოსულა მას კიდე ერთხელ უშეხედავს რომ გადისტვები და ესე იგი დროს ნულოვანი შემთხვევა აქვს რამდენი ადამიანი რო აქციებზე 100,000 კაცი მოვიდა ცალკეულად კიდე თავის რაღაცა სხვა მიღწევარი თვითონ მერის 100,000 კაცი რას იზავს იმის მიღმა დღეს მაინც თავი პრობლემა ის არის რომ თუ გვინა რომ საგარეო თქვაწნახი გაგრძელდეს რაღაც პროცესი უნდა ხდებოდეს რომ მოიკითხონ საქართველოში რა ხდება და იდეაში აღარც არაფერი არ ხდება, გაზაფხულია, კარგი ამინდია, ცხოვრება გაგრძელდა. კიდევ უფრო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის. ესეთი დიდი აქციები ჩანიშნის მთელი არსი არის, რომ იქამდე რაღაცა ებზადები, მე რაღაცა აქციები, რაღაცა ჟანრია, რაღაცა ამბობ რომ რაღაცნაირი დაგვირგვინება იქნებოდა პროცესი იქნება ამ პროცესის განმავლობაში. ეხლა დღეს ვალაპარაკ და ქართულზე რომ deep state ძლიერდება და არ გამქრალა იქნება მაგაში მაინც არიან მართლები იმ ნაწილში რომ საგარეო წნეხს ერვა მოლოდინი რომ შემცირდებოდა რომ არა და თქვა გაიზარდოს და იმ ადამიანებს ის ქონდათ განცდა რომ არა საქართველოში დღეს კიდე მიმდინარეობს პროტესტი და ისო პროტესტი მიმდინარეობს ამას რაღაცა დედლაინები ჭირდება და ამისათვის ცუდი არის როცა ეგეთი გამოკიდებული თარიღები არსებობს არ თქვი რომ პანაცეა არის და არ თქვი რომ ой და რაღაცა მაგით შეიძლება აპრიორი გვეშალოს, მაგრამ ეხლა იმაგზნობთ იმ საშიშროებას, რომ საერთოდ რო აქცია გაწყდეს, რაღაცნაირად ბოლომდე პულს ვეღარ შეიგრძნო, პულს დაკარგა პაციენტის და მე აღარაფერ აღარ უშოლი და სანამ პულსი არსებობს, მანამდე არსებობს იმის შანსიც, რომ რაღაცნაირად სიცოცხლე იარსებოს რა. ამიტომ ეს არის ხარ დღეს რა ალბათ შეგვაცხვა ყველაზე მეტი. როგორც ჩანს, სწორედ ეს არსებული, ასე ვთქვათ, ფონი და არ ვიცი, უკმაყოფილება თუ უფრო მეტის სურვილი, რომელიც არის ოპოზიციის, მეტის გაკეთების სურვილი შიდა ფლანგზე, რომელიც არის ოპოზიციაში, აძლევს ხელისუფლებას იფიქროს, რომ აი მოვა არჩევნები და ყაველაშვილის მიერ დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებშიც მიიღებს ოპოზიცია მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კატეგორიულ უარზეა. ამის გარკვეული წინაპირობა ჩანს? თუნდაც იმას და სხვადასხვაობიდან გამომდინარე, რომელიც ამ საკითხზე გვესმის. ომის და პროპაგანდის ნაწილი კარგად აითვისეს, ვაღიაროთ ქართული ოცნება. ხალხს ესეთ ყოველ დღე ცდილობენ რომ დათგუნონ, რაღაცა შემოაგდონ თემა, ტერი გამოაჩინონ, მტრის ხატებს ებრძოლონ, ოღონ არ ილაპარაკო თოვლზე, არ ილაპარაკო სტიქიაზე, ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილებზე, რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან, პრობლემებზე, რომლებიც მათ შექმნეს. ყველაფერი არის სხვისი ბრაზილი და ყველა მიზეზს ეხლა რო ჩამოყვე ქართული ოცნების პროპაგანდაში თავისი რაღაცა მტრის ხატი ყავს შექმნილი და ყველა თვითონ არიან კარგები აბსოლუტურად და დანარჩენი ყველა მთელი მსოფლიო არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ტერი. გინახიათ ერთი აღიარება მაინც რაღაცა შეგვეშალა, რაღაცა ჩვენი ბრალია, ესეთი არ არსებობს. სულ ეძებენ ტერს. ესეც ეხლა
ეს ნაწილი არის პროპაგანდის, რომ ხალხს უთხრა დამთავრდოთ, ყველა დადიხართ ქუჩაში ჩვენ არჩევნებისთვის, რა არჩევნებისთვის და ტრაქტორი ვერ იყიდეს გზის გასაწმენდი და ხალხი კიდევ ამოწყდა იმში, რა ქვია, უარ გამოჩენილიყო და გადაიღო თოვლას და უარ ჩასულიყო აქედან ხალხი და ხელით არ მიშველებოდა იმ ხალხს 5 დღის მერე ჩავიდნენ ეგენი. ხო ვნახეთ სინამდვილეში რა ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, ხო? მე ეს რატო ვთქვი და რატო ვამბობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, დარწმუნებული ვარ, რომ ერთად უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. მართლა პათეტიკის გარეშე ვიძახი, უფრო აი მწყობრად, როგორც ხელისუფლება ორგანიზებულად და მწყობრად გვიპირისპირდება, ესევე პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელსაც მათ ძალიან მაგარი შედეგი არჩევნებს გაყალბების მიუხედავად, უნდა ვიპოვოთ საკითხები და ნაპოვნიც არის ეს საკითხები, უბრალოდ კოორდინაციაცია პრობლემა არის მართლა, პირდაპირ ვთქვათ. რომ სურათს რო ვერ იღებს ახლა ლიდერები ერთად დარდგებიან, ხო, ეს არის სერიოზული პრობლემაა. თუ არ ვილაპარაკეთ ამაზე, ეს პრობლემა არ მოგვარდება თავისთავად, ხო? ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემული. მე რა მინდა, მე მიზეზი რა არის? ის ხომ არა რომ ერთმანეთს არ უხდებიან ფოტოში ან არა ფოტოს სულ არ გვინდა ფოტოს გადაღება ისე ვამბობ. მის რომ სიტყვაზე ნათქვამია, მაგრამ ამაში ძალიან დიდი შინაარსი დევს, კი? ანუ ერთად ფოტოზე გადაღებული ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერი ფაქტობრივად არ გვინახავს. სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ ეს ახლა ის რა პროტესტი რა პროცესიც არის. ალბათ ფიქრობენ, რომ ეს არ მოიტან შედეგს. ეს კოალიცია ახლების ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ვიყავით ჩვენ და დარჩებიან თავის ერთგულების პრინციპები, არ გავლენ თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენ დაგვჭება და მე ვილაპარაკებთ, რომ 20 და 30% ავიღეთ ჩვენ და ამისთვის შევიფრით პლატფორმა პერიოდს ავიღებთ, რომ მომავალი 4 წლის არჩევნებისთვის ვიქნებით მაგრები და კარგები. აი ოპოზიციაში არიან ძალები, რომელთაც შეიძლება ესე ფიქრობდეს ვინმე, შეიძლება ფიქრობდეს ეგრე და სხვა სტრატეგია არ ვიცი უბრალოდ. ეხლა უნდა იყოს სიმტკიცე ოპოზიციაში და არის ეს სიმტკიცე იმასთან აღიარებასთან დაკავშირებით და დასაფასებელია, რომ ლეგიტიმაცია არ მისცეს რეჟიმს, ეს ანუ ფორმალურადაც კი ვერ იპოვეს ვერავინ და დანიშვნა მოუწია ივანიშვილის ოპოზიციის ეგრეთ წოდებულ პარლამენტში. ხო ეს ხო ფაქტია, ეს ამას ხო ვერ გავეკცევით. ასევე მოლოდინი იყო, რომ ლობისტებს იქირავებდნენ და დაალაგებდნენ ურთიერთობას ადმინისტრაციასთან. ესეც მოცემულობა არის, რომ არ ლაგდება, იმიტომ რომ რესპუბლიკური პარტია აპირებს მეგობარი აქტის განხილვას, მაგრამ უყურებ ბოლო, აი არათუ თვეები, წლებია ოპოზიცია ითვლის ქართული ოცნების შეცდომებს. მესმის ახლა 10 თითი აღარავის ყოფნის, ჩვენ შეგვიძლია ამ შეცდომების. ესეც ემა, ხალხო ემა, ესეც ხო სტრატეგიის ნაწილია, ნახე. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ შეცდომებზე ვლაპარაკობთ, უფრო მეტზე ვლაპარაკობთ. შეცდომების ასე ვთქვათ, დათვლა შედეგს საბოლოო ჯამში არ მოგიტანს. რომ ჩვენ შეცდომებსაც არ ვითვლით და ჩვენ შეხვედრებზე ამაზე ვსაუბრობთ, უბრალოდ სტრატეგიის ნაწილია საინფორმაციო, მათ შორის რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სხვის ზიანზე, სხვის შეცდომებზე, სხვის სისუსტეზე და არავინ ალაპარაკობს საკუთარ თავზე, მაგრამ მე ხო ჩვენ ვაღიარეთ, მე და ცოტა მე თუ უყურებდი, ძალიან თვითკრიტიკულებიც ვიყავით. კი, ნამდვილად უნდა აღინიშნოს ეს სამართლიანობის. გული არ გავიტეხოთ, თავარი ეს არის, ბოლომდე მივყვეთ, რა გვჭირდება? სიმართლის ლაპარაკი, არ მომატყუოთ ხალხი, პასუხისმგებლობის აღება და პრინციპულობა. აი ეს ჭირდება ამ პროცესში. მადლობა ცოტნე კობერიძეს, პაატა მანჯგალაძეს.